ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი იქნება მოამბის სტუმარი. ბატონო მერაბ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ. მადლობა რომ მოგზადით და დაგვიწევთ თქვენს მაყურებელს. მე მაინტერესებს თქვენ ვიცი რომ გიწევთ ძალიან ბევრ ადამიანთან შეხვედრა მსგავსი პრობლემებით. რამდენად ხშირია ესეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აბანდებენ თანხას და შემდეგ უკვე ვეღარ იბრუნებენ ამ ფულს, ან ხდებიან თაღლითობის მსხვერპლი? იცით რა არის ესეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ერთეულებია და ჩვენთვის ასე ვთქვათ, რაღაც დიდ მასშტაბებზე ამის შესახებ ცნობილი არ არის, იმიტომ რომ ვთქვათ, ერთ არასამთავრობოსთან აქ ამ ადამიანებთ ურთიერთობა, ვინც ჩვენთან მოდის, მე იმ ადამიანებთან შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ის ფაქტი და ის განცხადება, რაც ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა, აბსოლუტურად ადეკვატურია და შესაბამისი დღევანდელი მდგომარეობის, იმიტომ რომ, როდესაც ვთქვათ, ერთი დღის და ერთი თვის ან ორი თვის შექმნილი კომპანიას ანდობს საკუთარ ფინანსებს, ჩემი აზრით, ადამიანებმაც კარგად უნდა გაიაზრონ ეს, რომ შეიძლება ამ კომპანიამ უბრალოდ ვთქვათ, მეორე დღეს დახუროს ოფისი და წავიდეს საქართველოდან და მათი თანხებით წაიღოს. ბატონო მერაბ, მოდით კიდევ უფრო მარტივად რომ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა ავხსნათ, რას თავაზობენ ხოლმე ასეთი კომპანიები მოქალაქეებს და შემდეგ რა თანხებზეა საუბარი ხშირ შემთხვევაში და რა ხდება ამის შემდეგ? კი ბატონო, უმეტესწილად ესეთი სახის ასე ვთქვათ სერვისებს მომხმარებელს თავაზობენ ის კომპანიები, რომლებიც სესხებს გასცემენ შემდეგ. მაგალითად, იგივე, ვიცი, ეს შეიძლება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან რაიმე სხვა ტიპის საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ძვირადღირებულ სესხებს გასცემს და ანუ მისთვის მისაღებია, რომ თანხა ისესხოს მოსახლეობისგან ასევე მაღალ პროცენტში. იგივე მაგალითად საქართველოში ანაბრის მიღება და განთავსება ამის უფლება აქვს მხოლოდ კომერციულ ბანკს. ანუ აქედან გამომდინარე ამ კომპანიებმა მოძებნეს ასე ვთქვათ სხვა გზა თანხების მოძიების, ისინი სესხულობენ ასე ვთქვათ მარტივად რომ ვთქვათ მოსახლეობისგან ამ თანხებს მაღალ პროცენტად და გამომდინარე იქიდან რომ ვთქვათ ბანკში როდესაც ჩვენი ანაბარი განთავსებულია თუ ამ ბანკს რაიმე პრობლემები შეექმნა ფინანსური პრობლემები სწორედ ამისთვის არსებობს ეროვნული ბანკი რომელიც თვალყურს ადევნებს ამ ბანკის ვთქვათ მუშაობას და თუ მას ექმნება რაიმე ფინანსური პრობლემები აუცილებლად ჩაერევა ვთქვათ მის საქმიანობაში და არ დააზარელებს მიანაბრებს. გასაგებია, რა უნდა გააკონტროლოს მოსახლეობამ და როგორ? ანუ მოსახლეობამ პირველ რიგში უნდა გააკონტროლოს ის თუ ვის ანდობს ის ფულს. აი როგორ უნდა გადაამოწმოს ეს რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც არ აქვს სხვა შესაბამისი არც იურიდიული განათლება, არც შეხება არ ქონია ასეთ სერვისებთან და არ იცის რა უნდა გააკეთოს. ანუ მას პირველ რიგში რა თქმა უნდა შეისწავლოს ამ კომპანიის ისტორია. თუ ეს კომპანია არის რაღაც ახალი შექმნილი ამ ბაზარზე და ახალი შემოსულია, ხო, ჩემი აზრით არ არის სანდო და ანუ მან თავისი ისტორია უნდა აჩვენოს, რომ თქვათ რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ თუნდაც დიდი გამოცდილების მქონე კომპანია შეიძლება ერთ ასე ვთქვათ, ერთ დღეს გაკოტრდეს და მომხმარებელი დარჩეს დაზარალებული. მე გაგახსენებთ 2006-7 წლებში, როდესაც იგივე სამშენებლო კომპანიები, ზოგიერთი სამშენებლო კომპანიები, მათ შორის Centerpoint-ი 24%-იან თუ არ ვცდები ობლიგაციებს ყიდდა მოსახლეობაში და მაშინ ითვლებოდა რომ Centerpoint-ი ძალიან ასე ვთქვათ მზარდი კომპანია იყო და სტაბილური. თუმცა ერთ დღეს მოხდა სამშენებლო კრიზისი და მოსახლეობამ დაკარგა არა ვთქვათ ის თანხები, რომლებიც ამ კომპანიასთვის ჰქონდათ დასესხები, არამედ ხალხმა საერთოდ ის ბინები ვერც მიიღო, რომელშიც თანხა მთლიანად დაფარული. გასაგებია, თუმცა ამ შემთხვევაში მე მგონი სხვა პრობლემაზეა საუბარი. ანუ დაახლოებით იგივეა, ხო, ისიც კერძო კომპანია იყო სამშენებლო სფეროში და აქაც კერძო ფირმები არიან, რომლებიც ამ თანხას შემდეგ გასცემენ სესხებზე, ვთქვათ, სხვა მოქალაქეებზე. ამიტომ, როდესაც თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ მომხმარებლებზე საუბრობ, თანხის გრძელვადიანი და სტაბილური დაბანდება ეს არა მხოლოდ საქართველოში, ეს ყველგან ეგრეა, რომ უკეთესია მივმართოთ ბანკებს. გასაგებია, როდესაც ესეთი კომპანია რეგისტრირდება, ვალდებულია თუ არა, რომ ეს კომპანია ისე გამართოს საბუთები, საკუთარი საქმიანობა, რომ შემდეგ უკვე თავი აირიდონ მოქალაქეებმა ესეთ შემთხვევებისგან. ანუ არსებობს თუ არა იმის მექანიზმი, რომ სახელმწიფომ თავიდანვე გააკონტროლოს მათი მონაცემების საფუძველზე შემდგომ მათი საქმიანობა.
არა, სამწუხაროდ დღეს არ არსებობს, ანუ მათი იურიდიული ფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, ან სააქციო საზოგადოებები, რომლებიც რაღაც განსაკუთრებული ან რაიმე რეგულაციების ქვეშ არ ხდებიან. მე იმიტომ საუბრობ, რომ ბანკებში უფრო სტაბილურია ამ ხრივ ანაბრების განთავსება, რადგან ბანკს რეგულატორი ყავს საქართველოს ეროვნული ბანკის თვალსაზრისით და ის მას აქვს ცდომა მათი ფინანსების შესახებ. ამ კომპანიების ფინანსების შესახებ, ანუ მათი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, რამდენი ადამიანი, ვთქვათ, იხდის მათთან სესხს თავის დროზე, ანუ აქ თუ არა გადაცილებული სესხები და ასე შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას არავინ არ ფლობს. არც სახელმწიფო ნებისმიერი, ვთქვათ, სტრუქტურა და არც ეროვნული ბანკი. გასაგებია. მოდით გადავიდეთ ინტერნეტ სესხების პრობლემაზე, ეს ამ თემასთან კავშირში არ არის, მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ მუშაობდით ამ საქმეზე და თქვენი ინიციატივაც ჰქონდათ. ანუ ონლაინ სესხების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ცალკე სფეროა და ბოლო პერიოდში, ასე ვთქვათ, ძალიან პოპულარულია და სერიოზული პრობლემებით შეუქმნა მოსახლეობას. ჩვენი აზრით, უკვე სოციალური დატვირთვაც კი შეიძინა, ვთქვათ, ამ სფერომ იმდენად პრობლემატური გახდა. ვთქვათ, ამ კომპანიების მიერ გაცემული სესხები, ჩვენ გავაკეთეთ უკვე განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ანუ მოსახლეობა იღებს ძალიან ძვირად ღირებულ სესხებს, მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ძვირად ღირებულ სესხებს იღებენ. ამ სესხების წლიური საპროცენტო ეფექტური განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 1000%-ზეც მეტია და დამერწმუნეთ, ეს ძალიან ძვირია. და ესეთი სესხების რეკლამირება ხდება როგორც უპროცენტო ან 0%-იანი სესხები, ანუ ამ სფეროს რეგულაციები დღესდღეობით საქართველოში საერთოდ არ ხდება და იგივე თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკას, თუნდაც ჩვენი მეზობლების, აი კავკასიის რეგიონი რო ავიღოთ, აზერბაიჯანი, რუსეთი, ან თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ამ ქვეყნებში უკვე საკმაოდ მკაცრად ხდება ასეთი კომპანიების რეგულაცია. ბევრ ქვეყანაში საერთოდ რეკლამირებაც კი აკრძალულია ასეთი სესხების, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ატყუებენ მომხმარებელს, როდესაც აცხადებენ, რომ 0%-იანი სესხია და შედეგად მომხმარებელი იღებს ძალიან ძვირად ღირებულ სესხს, რომელსაც თვითონ, ვთქვათ, დაგვიანებულ დღეზე ერიცხება ძალიან დიდი ჯარიმები. მე უბრალოდ თქვენი ეთერი მინდა გამოვიყენო და მიმართო მომხმარებელს რჩევა მივცე, რომ თუ ადამიანებს, რომლებმაც ვერ გადაიხადეს სესხი და ეს სესხი გაუპრობლემოდათ და მათზე ზეწოლას ახორციელებენ ან ონლაინ სესხების კომპანიები, ან ამომღები კომპანიები, ნუ შეეშინდებათ იმ განცხადებების, რომ ისინი დააყადაღებენ მათ ქონებას და ასე შემდეგ. ანუ ამისი უფლება მათ არ აქვს. ამის უფლება მათ არ აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვერავინ ვერ დააყადაღებს მათ ქონებას და სასამართლო სესხებლისთვის არის კარგი გამოსავალი. თუ საქმე მიდის სასამართლოში, 99% შემთხვევებში სასამართლო ამცირებს იმ ჯარიმებს, რაც დაარიცხა ამ კომპანიამ სესხებელს და სესხებელს უწევს მხოლოდ ძირი თანხის გადახდა. გასაგებია. სასამართლო რომ იყოს გამოსავალი, ხო, დამერწმუნეთ, ეს კომპანიები პირველივე გადაცილებულ დღეზე გაიქცეოდნენ სასამართლოში, მაგრამ პირიქით მათთვის წამგებიანია დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე დაგემშვიდობებით. ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი პასუხობდა მოამბის კითხვებს პირდაპირ ეთერში.